ჩემი აზრით ყველაზე ხარისხიანი მაყურებელი არის პოდკასტის მაყურებელი, ჩემი გადმოსახედიდან. მით უმეტეს ეს საკითხი როცა შემეცნებისკენ მიდის, თვითგანვითარებისკენ მიდის, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო დაფიქრებული მაყურებელი გიყურებს რა. ის კი არა, რომ პოდკასტები არსებობს ძალიან ბევრი, რომელიც არის ვთქვათ, როცა ჭორაობა, გართობა, ბევრი. არც ერთ მიმართულებას არ ვაკინებ, ყველა საინტერესოა თავისთავად, თუმცა მე მაინც მგონია, რომ ასეთი ტიპის პოდკასტის მაყურებელი ბევრად უფრო გათვითცნობიერებულია და როგორ ვთქვა, ბევრი რამისთვის არის ღია და მზად. შესაბამისად, ესეთ მაყურებელთან როცა კომპანია ხარ, ხო? არ ვიცი, რაღაცა გვანცა ხარ, კომპანია X, კომპანია გვანცა, რომელიც ფიქრობ, რომ სადღაც შენი პროდუქტი გინდა რომ გააცნო მაყურებელს. რა უფრო მომგებიანი იქნება, რომ ვთქვათ, სიტყვაზე ვიწყე, Facebook-ზე გაუშვა რეკლამა და ამაზე რაღაც, არ ვიცი, გააკეთო იმიჯი, დახარჯო თანხა, ყველანაირად, თუ მიხვიდე პოდკასტში და მაყურებელს წამყვანმა გააცნო ეს პროდუქცია, აუხსნას მისი ბენეფიტები და ცოცხლად შედგეს ამაზე ლაპარაკი. აი, შენი აზრი მაინტერესებს.